ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, კლეპტოკრატები და დეზინფორმაციული მედია გაერთიანებული სამეფოს პარლამენტი ბრიტანეთის მთავრობას ახალი მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. საგარეო საქმეთა კომიტეტის ანგარიშში შავი თეთრზე წერია, რომ ოცნებასა და მოსკოვს შორის მოქმედებები კოორდინირებულია. დოკუმენტის ავტორები მკაცრად გმობენ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას და აცხადებენ, რომ საქართველოში ოპოზიციური ხმების ჩახშობა რუსული მეთოდებით ხდება. ლონდონი მხარს უჭერს უკვე დაწესებულ სანქციებს და ითხოვს რეაგირებას ყველას წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და დეზინფორმაციის გავრცელებაზე. შეფასებების სკანდალურ ანგარიშზე სალომე ლაბაძემ მოისმინა, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. დავიწყოთ იმით, რომ ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო კომიტეტის ამ ანგარიშში საქართველოს რამდენიმე აბზაცი ეთმობა, თუმცა საქართველოზე არანაკლებ ხშირად გამოყენებული სიტყვა ტექსტის ამ ნაწილში არის რუსეთი. აქ მაყურებელს უნდა შევახსენოთ, რომ რამდენიმე კვირის წინ დიდმა ბრიტანეთმა ორი სამთავრობო ტელეარხი საქართველოში, საუბარია იმედსა და პოსტივიზე, დაასანქცირა სწორედ როგორც რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებელი საშუალებები. და ამ ანგარიშშიც ბრიტანელი დეპუტატები ხაზგასმით საუბრობენ ისევ ნარატივების კავშირზე, ქართული ოცნების ნარატივების კავშირზე, კრემლის ნარატივებთან. ცხადია, საუბარი არის ანტიდასაურ დეზინფორმაციულ ნარატივებზე და როგორც ამას ბრიტანელი დეპუტატები აღნიშნავენ, შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში ახლა სწორედ საქართველოზე გადის რუსეთის საინფორმაციო манипуляციების ფრონტის ხაზი. მიზანი კი არის იგივე, რაც იყო 2008 წლის ომის დროს და ეს პარალელი ალბათ საგანგებო აღნიშვნას იმსახურებს, ანუ ქართველი ხალხის ნების დამორჩილება, სუვერენული ნების დამორჩილება და მისი განვითარების შემოbrunება ევროპული და დემოკრატიული განვითარების გზიდან ისევ იმისკენ, რომ ქვეყანა დაექვემდებაროს რუსეთის გავლენას. ამ საქმის ცენტრალურ შემოქმედად კი ამ ანგარიში გამოკვეთილია გასაკვირი არ არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც საგანგებო თავიც ეთმობა და ამ თავშიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ხაზგასმულია პერსონალურად ივანიშვილის კავშირიც რუსეთთან. ანუ აქ აღნიშნულია, რომ ივანიშვილი არის სწორედ რუსეთში გამდიდრებული ფიგურა, ასევე აღნიშნულია, რომ ის სწორედ როგორც რუსეთის ინტერესების გამტარი უკვე დაასანქცირა შეერთებულმა შტატებმა და მითითება იმაზეც, რომ ამავე საფუძვლით ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს ევროპარლამენტიც, რაც ანალიტიკოსების და პოლიტიკოსების შეფასებით იმის მიუხედავად, რომ ამ ანგარიშში ივანიშვილის სანქცირებისკენ მოწოდება პირდაპირ არ წერია, მიანიშნებს იმაზე, რომ ამას მიზანშეწონილად მიიჩნევენ ბრიტანელი კანონმდებლებიც და შესაბამისად გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს მომავალში ასეთი ნაბიჯი გადადგას ოფიციალურმა ლონდონმაც, რაც არაერთი შეფასებით დამანგრეველი იქნება ივანიშვილის ფინანსური ინტერესებისთვის. მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა სამეფომ ამხილა ქართული ოცნების პროპაგანდისტული მანქანა რუსული ნარატივების გავრცელებაში, ახლა უკვე ჩვენ გვაქვს პარლამენტის ანგარიში, რომელშიც მსგავსი შეფასებები არის გაჟღერებული. ეს ნიშნავს იმას, რომ მოწოდება სანქციებისადმი არის ისევ გაჟღერებული, ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ გაერთიანებული სამეფო საკმაოდ მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს ამ მიმართულებით და როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა ველოდოთ დამატებით ნაბიჯებს ბრიტანეთიდან და ქართული ოცნების პროპაგანდისტულ მანქანას კიდევ უფრო მეტად გაურთულდება საქართველოს მოსახლეობის მოტყუება. თემთა პალატის საგარეო კომიტეტის ანგარიში ღიად აჩვენებს იმ კავშირებს, რომელიც არსებობს ბიძინა ივანიშვილისა და კრემლს შორის ნარატივების კოორდინაციის კუთხით ანტიდასავლური და მათ შორის ღია პარალელები არის გაკეთებული რუსეთის ძრახვაზე, საქართველოს საგარეო და საშინაო არჩევანის შეცვლის ჭრილში 2008 წლის აგვისტოს ომსა და 2024 წლის სადაო საპარლამენტო არჩევნებს შორის, როდესაც მკაფიოდ ივანიშვილი ანტიდასავლური ნარატივებით კრემლთან კოორდინირებული გზავნილებით გამოდიოდა, ამიტომ ეს აჩვენებს ერთის მხრივ ივანიშვილის რეჟიმის ანტიქართულ პოლიტიკას, რომელიც ღიად რუსეთის ინტერესებშია და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერას ქართული დემოკრატიის და ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანის კუთხით. თუმცა ამ ტექსტის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ბრიტანეთიდან სანქციებს მხოლოდ პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი არ უნდა ელოდებოდეს, რადგან ბრიტანელი დეპუტატები ამ ანგარიშში ბრიტანეთის მთავრობისთვის სამიზნების გაცილებით ფართო ჩამონათვალს განსაზღვრავენ. ჩამონათვალში კი აღნიშნულია, რომ სანქციები უნდა დაუწესდეთ მაგალითად აგენტების შესახებ კანონის მხარდამჭერ პირებს, რაც გულისხმობს ქართული ოცნების თითქმის მთელი საპარლამენტო შემადგენლობის დასანქცირებას და არა მხოლოდ ასევე გამოყენებულია სიტყვა კლეპტოკრატები და რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, ბრიტანელი დეპუტატები აღნიშნავენ, რომ საჭიროა სანქციების დაწესება დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ. ეს კი შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ იმედი და პოსტივი, რომლებსაც ბრიტანეთმა უკვე დაუწესა სანქციები, არ აღმოჩნდებიან გამონაკლისები და მათ ჩამონათვალს შესაძლოა დაემატონ სხვა სამთავრობო მედია ორგანიზაციები, ან შესაძლოა თავად იმედისა და პოსტივის წინააღმდეგ მიღებული ზომებიც არ აღმოჩნდეს ბოლო ზომა, რომლებსაც მათ წინააღმდეგ ბრიტანეთის მთავრობა შემოიღებს და შესაძლოა, რომ მათ წინააღმდეგ ისევ გადადგას ნაბიჯები ოფიციალურმა ლონდონმა.